791. შეიძლება თუ არა 220 ვოლტის ზაბის ქსელში ჩავთოთ პოტენციომეტრი წარწერით 30 ომი 5 ამპერი და მეორე 2000 ომი 0,2 ამპერით. ესე იგი ჩავწეროთ რომ ზაბოა ქსელის არის 220 ვოლტი, წინაღობა რომელიც აწერია პოტენციომეტრს, პირველ პოტენციომეტრს 30 ომი და დენის ზალა არის ესე იგი 5 ამპერი. მეორე საწერია R1 არის 2000 ომი და დენის ზალა I1 არის 0,2 ამპერი. ეხლა აი იმ წარწერებიდან რაც პოტენციომეტრზე არის, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ რა ზაბვამზე შეიძლება ის ჩაერთოს. აი ამ ფორმულიდან I გამრავლებული R-ზე. აი ვნახოთ თუ გვაქვს პირველი პოტენციომეტრი 30 ომი 5 ამპერზე, ეს არის 150 ვოლტი, ესე იგი და ჩვენ ესე იგი 150 ვოლტი ეს არის ის მაქსიმალური ძაბვა, რაც შეიძლება მოვდოთ ამ პოტენციომეტრს, ამიტომ პირველ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ მოდებული ძაბვა იქნება 220 ვოლტი. მეორე შემთხვევაში უპირველი არის I პირველი გამრავლებული R პირველზე, ანუ უპირველი იქნება 0,2 გამრავლებული 2000 ვოლტზე. ეს გამოვა 400 ვოლტი. ესე იგი აქ მაქსიმალური ძაბვა, რომელიც შეიძლება მოვდოთ, ეს არის 400 ვოლტი, ამიტომ აქ შეიძლება. კარგით. 792 ამოცანა. იპოვე დენის ზალა 10 მეტრის სიგრძისა და 2 მმ კვადრატი განიკვეთის ფოლადის გამტარში, რომელზეც მოდებულია 12 მილივოლტ ძაბვა. ესე იგი ძაბვა არის 12 მილივოლტი, ანუ 12 10 მინუს 3 ხარისხად ვოლტი. სიგრძე გამტარისა არის 10 მეტრი, ფოლადის არის, აი რო ფოლადისას ვნახავთ იმ მეცხრე ცხრილში, როგორც გითხარით. და განიკვეთის ფართობი S არის 2 მმ კვადრატი, ანუ 2 10 მინუს 6 მეტр კვადრატი. უნდა გამოვთვალოთ დენის ზალა. აქ სარგებლობთ ომის კანონით, დენის ზალა იქნება U გაყოფილი R-ზე, ხოლო R, როგორც ვიცით, არის რო ფოლადის L შემფარდებული S-თან. შევიტანთ ამას ყველაფერს ამაში და მივიღებთ ესე იგი დენს. 793. გამოთვალეთ ველის დაძაბულობა ალუმინის გამტარში, თუ მისი განიკვეთია 1,4 მმ კვადრატი, დენის ზალა კი 1 ამპერი არის. ჩავწეროთ ისევ ესე იგი მოცემულობა. ალუმინი გვაქვს, ესე იგი რო ალუმინისას ვნახავთ ცხრილში. S არის 1,4 მმ კვადრატი, 1,4 მინუს 6 მეტр კვადრატი. დენის ზალა I არის 1 ამპერი. და გვეკითხებიან ელექტრული ველის დაძაბულობა როგორი არის გამტარში. ესე იგი, დავწეროთ ომის კანონი. I არის U გაყოფილი R-ზე. შევიტანოთ R-ის მნიშვნელობა, R-ის ფორმულა, რო ალუმინის L-ზე შეფარდებული S-ზე. ესე იგი, I-ისთვის გვექნება U შეფარდებული რო ალუმინის, ეს S-ი ზევითავა, L-ი ქვევით დარჩება. U გაყოფილი L-ზე ეს არის, აი შეხედეთ, ეს არის გამტარი, ძაბვა არის აი ამ მის ბოლოებს შორის და L-ი არის სიგრძე. უნდა ჩავთვალოთ, რომ ერთგვაროვანი ველი არის და U გაყოფილი L-ზე იქნება ველის დაძაბულობა. U გაყოფილი L-ზე არის ველის დაძაბულობის ტოლი. ასე რომ ისთვის გვექნება S-ი E
შეფარდებული რო ალუმინისაზე. აქედან იქნება რო ალუმინისა დენის ძალაზე S-ი და S-თან შეფარდებული. აი ეს იქნება პასუხი. 794 ამოცანა. ღია სპირალიან ელექტროქურაზე ცხელდება ჩაიდანი. დუღილისას სპირალის ნაწილზე დაიღვარა წყალი. როგორ შეიცვლება სპირალის მშრალი ნაწილის ვარვარება? ნუ აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის თქვა აი მთელი სპირალს წარმოვიდგენ პირობითად, რომ როგორც ორი წინაღობა არის. ნუ ეს ნაწილი იქნება ის, რომელზედაც მე დაიღვრება წყალი. აი ამის ბოლოებზე მოდებულია რაღაცა ძაბვა. ეხლა ამას რაღაცა წინაღობა აქვს, ესე იგი ორივეს ერთად, ხო? ეხლა როცა ეს თქვა გაცხელებული არის, ესე იგი, ნუ ესეც გაცხელებულია, ერთნაირად არიან გაცხელებული, ესე იგი. ეხლა ამას აქვს თქვა რაღაცა წინაღობა R. ეხლა თუ ამაზე დავასხით წყალი, ეს გაცივდება. რადგან ეს გაცივდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწილის წინაღობა შემცირდა. იმიტომ რომ წინაღობა ნახეთ როგორ არის ტემპერატურაზე დამოკიდებული R0-ანი 1 + α-T. ესე იგი ტემპერატურის გაზრდით წინაღობა იზრდება. ამიტომ ამ ნაწილის წინაღობა რადგან შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ უბნის წინაღობა შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ დენის ძალა, რომელიც არის U გაყოფილი R სრულზე, სრული არის ამ ორივეს წინაღობა, ესე იგი ის გაიზრდება. ამიტომ ეს უფრო მეტად გაცხელდება და უფრო მეტად აკაშკაშდება. ხო, ნუ 795. რამდენჯერ მეტია დენის ძალა ვოლფრამის ძაფიანი ნათურის ჩართვის მომენტში მუშა მდგომარეობის დენის ძალაზე, თუ ვარვარის ტემპერატურა T არის 2400 გრადუს ცელსიუსი. ნუ ეს ვოლფრამი არის, ესე იგი მოცემულია. ხო, ნუ მე უკვე დავწერე ესე იგი ეს ფორმულა, აი წინაღობა ის ტემპერატურაზე დამოკიდებულება არის ესეთი R0-ანი 1 + α-T. ნუ ხლა იგულისხმება, რომ სანამ ჩავრთავდით, ესე იგი, ამას შეგიშალოთ, ამას ესე გამოვყოფ. ესე იგი, სანამ ჩავრთავდით წრედში ტემპერატურა, საწყისი ტემპერატურა, ეგ იყო ალბათ, ნუ ეს T პირველი დავარქვათ ამას და ამას R პირველი. საწყისი ტემპერატურა იყო ალბათ ოთახის ტემპერატურის ტოლი, 20 გრადუსი ცელსიუსი, პირობითად. ხო, ამ ფორმულაში R0-ანი ეს არის ტემპერატურა, ისა წინაღობა 0 გრადუს ცელსიუსზე. ალფა არის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი, რომელიც ყველა ნივთიერებას თავისი აქვს. აი ვოლფრამს თავისი აქვს და ეს უნდა მე-11-დან ვნახოთ. შეგიძლიათ ნახოთ, ესე იგი, სადაც კუთრი წინაღობები არის, იქვე არის გვერდზე წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი მოცემული. მოდი დავწეროთ, ესე იგი, პირველი დენი იქნება U შეფარდებული R პირველთან, სადაც R პირველი არის R0 1 + α-T1, T1 არის 20 გრადუსი, ხოლო მერენდელი დენი იქნება ქსელის ძაბვა არ შეცვლილა. R0-ანი 1 + α-T2. აი ეს არის T2 მუშა მდგომარეობაში. ამიტომ I პირველი შეფარდება I მეორესთან, ეს იქნება U-ები და R0-ები გაიკვეცება, ეს იქნება 1 + α-T2, 1 + α-T1-ზე. აი ამ ფორმულიდან დავთვლით როგორ შეიცვალა დენის ძალა. ნუ რადგან ტემპერატურა გაიზარდა რა, გაცხელდება, წინაღობა გაიზრდება, ამიტომ დენის ძალა შემცირდება. ნუ აი ეს ფორმულის გამოთვლითაც ამას ნახავთ. ეხლა რაც შეეხება ალფას ვოლფრამის შემთხვევაში, მოდით გეტყვით, ესე იგი, რისი ტოლი არის და იმ ცხრილის ნომერი ხო არ შემეშალა, იმასაც გადავამოწყებ. ხო, აი ვოლფრამისთვის ესე იგი ალფა ვოლფრამისთვის არის, აი ნახეთ,
0.0048 ერთი შეფარდებული გრადუსზე. ეგეთი განზომილება აქვს. ხო. ნუ ეს არის 784 იყო. ისა 785 იყო, ბოდიში, 785. 786 ამოცანა. სპილენძის მავთულისგან დახვეული ელექტრომაგნიტის გრაგნილის წინაღობა 20 გრადუს ცელსიუსზე იყო 2 ომი. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კი გახდა 2.4 მეთოდი ომი. რა ტემპერატურამდე გაცხელდაო? ნუ მოკლედ, ესე იგი ტემპერატურა T1 თუ იყო 20 გრადუს ცელსიუსი, წინაღობა R1 იყო 2 ომი. რაღაცა ტემპერატურამდე გაცხელდა და წინაღობა გახდა R2 არის 2.4 მეთოდი ომი. და რა ტემპერატურამდე გაცხელდაო? T2 არის კითხვის ნიშანი. ჩავწეროთ R1, ეს არის R0-ანი, 1 პლუს ალფა T1 და მეორე ტემპერატურაზე R2 არის R0-ანი, 1 პლუს ალფა T2. ნუ შევაფარდოთ ეგენი ერთმანეთზე, R1 R2-ზე იქნება 1 პლუს ალფა T1, 1 პლუს αλφα T2. ნუ რო შევიტანოთ აქ რიცხვები, ეს იქნება 2 გაყოფილი 2.4-ზე, ტოლი არის 1 პლუს ალფა, ნუ T1 იყო 20 გრადუსი, 20 გრადუსი და 1 პლუს ალფა T2. ნუ ეს იქნება 1 გაყოფილი 1.2-ზე, უდრის მოდი ამას გამოთვლი 1 პლუს ალფა 20, 1 პლუს ალფა T2. ესე იგი 1 პლუს ალფა T2 ტოლია 1.2 მეთოდი პლუს ალფა 2, ესე იგი 24 ბოდიში. ხო. ესე იგი აქედან ალფა T2 ტოლი არის, ესე იგი 0.2 პლუს ალფა 24-ზე, ხოლო T2 არის 0.2 მეთოდი პლუს ალფა 24-ზე შეფარდებული ალფასთან. ნუ ხო ალფა აქ გვითხრეს ნივთიერება ეგ იყო სპილენძი, მოდით ვნახოთ სპილენძის ალფა რისი ტოლი არის, ეს წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტი რისი ტოლი არის სპილენძის შემთხვევაში. აი სპილენძი ალფა არის 0.0053. ნუ ახლა ამ ფორმულაში ალფას მაგივრად შეიტანთ ამას 0.0053, ამით დაადგენთ რა ტემპერატურამდე გაცხელდა. 787 ამოცანა. 100 მეორე სურათზე ნაჩვენებია ძაბვის ვარდნა 3 ერთნაირი სიგრძის მიმდევრობით შეერთებულ გამტარზე. როგორია გამტართა წინაღობების ფარდობა? ნუ ეხლა ძაბვის ვარდნა ეს არის U, რომელიც არის I-ერის ტოლი. ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ. აქ რადგან მიმდევრობით არის შეერთებული 3 გამტარი, ესე იგი I1 უდრის I2-ს და უდრის I3-ს და უდრის R-ს. ესე იგი ერთნაირი არის. მაგრამ სიგრძეები ერთნაირი აქვს, ესე იგი ამ გამტარებს. ხო და აქ ვეკითხებიან წინაღობათა ფარდობა. ეხლა მაგალითად პირველისთვის შეგვიძლია ვნახოთ, რომ აი აქ ძაბვის ვარდნა პირველი გამტარისთვის U1 ეს არის ნუ 1 ვოლტის ტოლი. U2-ისთვის ამას ცხრილიდან უყურებ. არის ესე იგი შეხედეთ აქ 3, აქ 1 არის ესე იგი 2 ვოლტი. ხოლო U3-ისთვის იქნება ესე იგი 6 მინუს 3 3 ვოლტი. ამიტომ წინაღობების შეფარდება იქნება, ნუ
1-ის შეფარდება U2-თან და U3-თან, რადგან I-ები ტოლი არის, უნდა დაიწეროს ეს იგი, რომ U1 არის IR1, U2 არის IR2, U3 არის IR3, ამიტომ ეს შეფარდება ტოლი იქნება როგორც ეს იგი 1, 2-თან და 3-თან. 792 ამოცანა. წრედი, რომელიც შედგება მიმდევრობით შეერთებული 3 გამტარისგან, ჩართულია 24 ვოლტის ძაბვის კვების წყაროსთან. პირველი გამტარის წინაღობა 4 ომია, მეორესი 6 ომია. ძაბვა მესამე გამტარის ბოლოებზე 4 ვოლტია. იპოვე დენის ძალა წრედში მესამე გამტარის წინაღობა და ძაბვა პირველ და მეორე გამტარის ბოლოებზე. ჩავწეროთ რა არის მოცემული. ესე იგი, 3 გამტარი არის მიმდევრობით მიერთებული, აი თქვათ ეს არის დავხატოთ სქემა, პირველი, მეორე, მესამე. დავარქვათ ამას, ეს არის R პირველი, R მეორე, R მესამე. ჩართულია 24 ვოლტი ძაბვის ქსელში. ეს კი ამ ბოლოებზე არის 24 ვოლტი ძაბვა მოდებული. ეხლა პირველის წინაღობა ვიცით, რომ 4 ომია, ამას მივაწერ ქვეშ, მეორესი 6 ომია და მესამესი არ ვიცი რამდენია. მაგრამ ვიცი, რომ აი ამის ბოლოებზე არის 4 ვოლტი ძაბვა. ჩავწეროთ ეს იგი, R პირველი არის 4 ომი, R მეორე არის 6 ომი, U სრული არის 24 ომი და U მესამე არის 4 ვოლტი. ეხლა გვეკითხებიან, რას გვეკითხებიან ეხლა აქ? გვეკითხებიან დენის ძალა წრედში, ეს არის დენი, რომელიც გაივლის გამტარებში, მესამე გამტარის წინაღობას, R3 რამდენი არის და ძაბვა პირველი და მეორე გამტარების ბოლოებზე. აი, ძაბვას გთხოვენ აქ. U1, 2, მოდი ესე დავწეროთ. ხო, ეხლა რადგან მიმდევრობით მიერთებული არის, ესე იგი ეს წინაღობები, ყველგან ერთ და იგივე დენი გაივლის. აი, აქ თქვა თუ შემოვიდა ეს მთელი დენი I, ის არსად განშტოებას არ პოულობს და იგივე I დენი გაივლის ბოლოში. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული დენი ეს არის რაც პირველში გაივლის, იგივე რაც მეორეში გაივლის და იგივე რაც მესამეში გაივლის. ეხლა მთელი ძაბვა, როცა მიმდევრობითი მიერთებული არის, ეს იგი სრული ძაბვა, ეს არის U პირველი პლუს U მეორე პლუს U მესამე. ძაბვების ჯამის ტოლი არის. რადგან ჩვენ U მესამე ვიცით და U ვიცით, U პირველს პლუს U მეორე, ესე იგი ეს არის ძაბვა პირველ და მეორე გამტარებზე. ეს იქნება U-ს მინუს U მესამე. ანუ ეს არის 20 ვოლტს მინუს 24 ვოლტს მინუს 4 ვოლტი, ეს გამოვიდა 20 ვოლტი. ეხლა აქედან ამ ორის წინაღობა შემიძლია მე დავწერო, ისა ვიცი რომ არის მაგათი ჯამი, მოდით ამას R შტრიხით აღვნიშნავ, ეს არის R პირველი პლუს R მეორე და ამ უბნისთვის დავწერ ომის კანონს. ესე იგი ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვა, ეს არის U პირველი პლუს U მეორე, U პირველი პლუს U მეორე, ხოლო მათი წინაღობა არის ესე იგი R პირველს პლუს R მეორე. ანუ ეს არის 20 ვოლტი შეფარდებული 10 ომთან, ანუ გამოვიდა 2 ამპერი. ესე იგი იგივე დენი გაივლის ცხადია მესამეში. როგორც თქვით, ესე იგი მთელი დენი არის, გინდა პირველში გასული, გინდა მეორეში, გინდა მესამეში, გინდა მთელი დენი. ხო? ესე იგი აქედან მესამეზე უკვე ვიცი რა დენმა გაიარა. ამიტომ შემიძლია დავწერო, რომ I მესამე ეს არის U მესამე შეფარდებული R მესამეზე, აი აქედან შემიძლია დავადგინო R მესამე. ეს არის U მესამე შეფარდებული I მესამეზე. ანუ U მესამე იყო 4 შეფარდებული 2 ამპერთან
ეს გამოვიდა 2 ომი. ეს ამის წინაღობაც დავადგინეთ. ეს ფაქტობრივად ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს. მთელი დენი არის 2 ამპერი, წინაღობა მესამე გამტარის წინაღობა ეს არის 2 ომი, ხოლო პირველ და მეორეზე ძაბვის ვარდნა, აი ეს იყო უპირველი მეორე, რომელიც არის უპირველს პლუს უმეორე, ეს არის ესე იგი 20 ვოლტი. ამოცანა გაკეთებულია. შვიდას 99. $120 ვოლტზე გათვალისწინებული 240 ომი წინაღობის ელექტრონატურა უნდა ვყვებოთ 220 ვოლტი ძაბვის ქსელიდან 0,55 მმ² განიკვეთის რა სიგრძის ნიქრომის გამტარი უნდა ჩავთოთ მიმდევრობით ნატურასთან. აი აგიხსნით, ახლა ჯერ მოდით ჩავწეროთ რა არის ესე იგი და ესე იგი მოდით დავწეროთ ესეთ რაით რომ U0 არის 120 ვოლტზე და R0 არის ესე იგი 240 ომი. ესე იგი გეტყვით ესე იგი და U მოდებული ძაბვა არის 220 ვოლტი და ნიქრომის ნატურის ისა მავთულის განიკვეთი არის 0,55 მმ², ნუ 0,55 10-6 ხარისხად მეტр². და რა სიგრძის უნდა ავიღოთო, ესე იგი ეს მავთული რომ შესაძლებელი იყოს აი ამ ნატურის ჩართვა. მოკლედ, აი წარმოიდგინეთ ეგეთი რაღაცა რომ გვაქვს ნატურა და ამ ნატურაზე არის მოკლედ ნატურა გათვლილია რომ ეს უნდა ჩაირთოს 120 ვოლტი ძაბვის ქსელში, ესე იგი ამის ბოლოებზე უნდა იყოს 120 ვოლტი და ნატურას აქვს 120 ვოლტი და ნატურას აქვს წინაღობა 240 ომი. ეხლა ჩვენ არა გვაქვს 120 ვოლტიანი დენის წყარო, არამედ გვაქვს 220 ვოლტიანი. ამიტომ მე თუ ამ ნატურას მიუერთებ რაღაცა წინაღობას და ამ წინაღობას ისე შევარჩევ, რომ ამ 220 ვოლტიდან ნაწილი ზუსტად 120 ვოლტი ამაზე განაწილდება და დანარჩენი 100 ვოლტი განაწილდება აი ამ წინაღობაზე, მაშინ ეს იგი ნატურა ნორმალურად იმუშავებს და პრობლემები არ გვექნება არანაირი. ეს იგი ზუსტ ამოცანა ამაში მდგომარეობს, რომ როგორი წინაღობა უნდა შევარჩიოთ ჩვენ აქ, რომ მოხდეს ისე, რომ გადანაწილდეს ძაბვა 120 ვოლტი აქ მოვიდეს, 100 ვოლტი აქ მოვიდეს და ნატურამ წესიერად იმუშაოს. ესე იგი, თუ ნატურაზე 120 ვოლტი იქნება, ნუ ნატურაში გაივლის, რადენი გაივლის? მოდი ვნახოთ. დენი ნატურაში იქნება ესე იგი მისი ძაბვა U0 შეფარდებული R0-ზე. ანუ ეს იქნება 120 ვოლტი შეფარდებული 240 ომზე, ეს არის 0,5 ამპერი. ეხლა თუ აქ ამ ნატურაში 0,5 ამპერი გადის, ესე იგი ამაშიც უნდა 0,5 ამპერმა გაიაროს. და ამაზე 100 ვოლტი ძაბვის ვარდნა უნდა იყოს. ამიტომ ესე იგი აი ამ წინაღობისთვის წერ ომის კანონს. ესე იგი აი ამ წინაღობაში გასულ დენი იქნება U-ს მინუს U0, ეს თელი ძაბვას გამოკლებული 120 ძაბვა შეფარდებული მის წინაღობაზე, R აი მავთულის წინაღობაზე. აქედან შემიძლია მავთულის წინაღობა დავადგინო. R მავთულისა იქნება U მინუს U0 შეფარდებული, ეხლა აი ამ წინაღობაში რადენიც გადის და რამდენი გადის წინაღობაში. იგივე ცხადია რაც ნატურაში. ამიტომ ეს შემიძლია დავწერო U მინუს U0 შეფარდებული ნატურაში. დავადგინე ნატურაში რამდენიც არის, ესე იგი ეს R მავთულის წინაღობა თურმე ტოლი იქნება 100 ვოლტი შეფარდებული 0,5 ამპერზე. ნუ 100 რო გავყო
0.5-ზე, ესე იგი ეს იგივე რაც 1000 გავყო 5-ზე, ეს არის 200 ომი. ეს იგი 200 ომი უნდა კონდეს ამ წინაღობას და რა წინაღობა არის ეგა? ეს არის მავთული რაღაცა ნივთიერება გვითხრეს, ესე იგი ნიქრომის. დავწეროთ ესე იგი რომ ნიქრომის მავთულის წინაღობა იქნება რო ნიქრომის ელი შეფარდებული S-ზე. ერი ვიცი როგორიც უნდა იყოს, ამიტომ ელი იქნება ერი გამრავლებული S-ზე შეფარდებული რო ნიქრომზე. რო ნიქრომს იმ ცხრილიდან ნახავთ თქვენ. და ესეთნაირად დავითვლი რა სიგრძე უნდა კონდეს აი ამ მავთულს. რომ მისმა წინაღობამ 220 ვოლტიდან 100 ვოლტი თავის თავზე აიღოს. კარგით, 790 ამოცანა. 30 ვოლტ ძაბვაზე გაანგარიშებული 20 ომი წინაღობის გამხურებლის სპირალი უნდა ჩავრთოთ 45 ვოლტზე. გვაქვს 3 რეოსტატი, წარწერებით 6 ომი 2 ამპერი, 30 ომი 4 ამპერი, 800 ომი 0.6 ამპერი. რომელი რეოსტატი უნდა გამოვიყენოთ? აი, ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი, U0 არის 30 ვოლტი. ესე იგი, აი ამ ძაბვაზე გათვლილი. და წინაღობა R0 ეს სპირალის მონაცემებს წერ. არის 20 ომი. ეხლა U სრული არის 45 ვოლტი. და 3 რეოსტატი მაქვს იმ 3-დან, რომელიც შემიძლია გამოვიყენოთ. მოდი ჯერ გამოვთვალოთ ესე იგი ეს. მასწავლებელი, ეს არის ჩვენი სპირალი. აი მოდი ესეთნაირად აღვნიშნავ, ვითომ ნატურასავით არის. არ აქვს მაგას მნიშვნელობა როგორ აღვნიშნავ. ის გათვლილი არის U0 ძაბვაზე და მისი წინაღობა არის ესე იგი 20 ომი, R0. ეხლა პირდაპირ ამაზე რომ მივივერთო მე 45 ვოლტი, ცხადი ეს დაიწვება, ამიტომ ამას გვერდზე უნდა მივივერთო რაღაცა წინაღობა. ესე იგი ეს წინაღობა უნდა შექმნას რეოსტატმა. ესე იგი მე ახლა ისეთნაირად უნდა შევარჩიო ეს წინაღობა, რომ აი ამ მოდებული 45 ვოლტიდან ამაზე იმაზე რა ქვია, სპირალზე 30 ვოლტი წავიდეს და დანარჩენი 15 ვოლტი აი ამაზე უნდა იყოს ძაბისვარდნა დანარჩენი 45 მინუს 30 ვოლტი. ეხლა ვნახოთ რა წინაღობის უნდა იყოს ეს. ამას დაახლოებით იგივენაირად გავაკეთებ. მოდით ვნახოთ ამაში რამდენი გადის. გინდა ამაში, გინდა ამაში, ეს ყოველთვის ერთნაირ დენს გაატარებს. თუ სწორად არის შერჩეული. იქნება U0 შეფარდებული R0-თან, ანუ ეს არის 30 ვოლტი შეფარდებული 20 ომთან, ანუ ეს არის 1.5 ამპერი. ეხლა მოდი ვნახოთ რა წინაღობა გვჭირდება ჩვენ აქ. ესე იგი, იმისათვის რომ ამაზე 15 ვოლტი ძაბვა მოვიდეს. ესე იგი, ამისათვის დავწერეთ ამ ნაწილისთვის ომის კანონს, აი ამ R წინაღობაში ეს იქნება U-R შეფარდებული მის წინაღობაზე R-ზე. U-R არის 45 ვოლტს მინუს 30 ვოლტი, ანუ U სრულს მინუს U0 შეფარდებული R, სადაც R არის ეს წინაღობა, R. ხო, ეხლა აქედან ეს R წინაღობა იქნება U სრული მინუს U0 შეფარდებული R-ზე, მაგრამ დენი, რომელიც ამ სპირალში გადის, იგივე გაივლის აქ. ამიტომ R ეს იგივე არის, რაც აი ეს I. ამიტომ 1.5 ამპერი. მასშტაბდა მე R შემიძლია ვიპოვო როგორც ეს არის 15 შეფარდებული 1.5 ამპერზე, ეს გამომივა 10 ომი. მასშტაბდა მე ახლა ნახეთ რა სიტუაცია გვაქვს. აი ამ წინაღობაში, რომელიც რეოსტატით უნდა შევქმნათ. ამ რეოსტატში უნდა გაიაროს 1.5 ამპერმა და წინაღობა უნდა იყოს, ესე იგი, I მასში უნდა იყოს 1.5 ამპერი და R უნდა იყოს 10 ომი. ახლა მოდით ნახოთ რომელი გამოგვადგება.
ესე იგი პირველ რეოსტატს აწერია 6 ომი და 2 ამპერი. ეს არ ვარგა, იმიტომ არ ვარგა, რომ 6 ომზე მეტ წინაღობას არ გვაძლევს. ამიტომ ეს გამოირიცხა ამ ვარიანტში. ხოლო B ვარიანტში გვაქვს 30 ომი და 4 ამპერი. ეს ვარგა, რატო ვარგა, რას ნიშნავს, რომ 30 ომი ეს არის მაქსიმალური მისი წინაღობა. რაც ამ რეოსტატმა შეიძლება მოგცეს. რეოსტატზე ცვალებადი წინაღობა შეიძლება შევქმნათ 0-დან აი მაქსიმალურამდე. ამიტომ ეს ჩანს რომ ვარგა. ეხლა მესამე 800 ომი და 0,6 ამპერი. ახლა ეს არ ვარგა, იმიტომ რომ მაქსიმალური დენი რაც მან შეიძლება გაიაროს არის 0,6 ამპერი, არ და ჩვენ შემთხვევაში უნდა 1,5 ამპერმა გაიაროს. ამიტომ ეს მეორე რეოსტატი ვარგა ჩვენი ამოცანებისთვის.